მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი ხიშტოვანი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი და დღეს ვისაუბრებთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სავარაუდო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე 2020 წლისთვის. ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგია საქართველოს 2020. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020. სტრატეგიაში გაწერილია ის სამთავრობო ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობას 2020 წლისთვის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ამ დოკუმენტს ავიღებთ საბაზისო მონაცემად და ვეცდებით, რომ ის პოზიტიური სცენარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ განვითარდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, ამ სცენარს კრიტიკულად შევხედოთ ცოტათი და დავამატოთ ამ სცენარს ის რისკები, რაც ახლავს საქართველოს საშუალო ვადიან განვითარებას. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ვილაპარაკოთ თვითონ საქართველოს 20-ის დოკუმენტზე. დოკუმენტში არის დასახული 4 ძირითადი ამოცანა და ამ 4 ძირითადი ამოცანის შესრულება არის მთავრობის საშუალოვადიანი მიზანი. საშუალოვადიანი მიზანი გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა. უნდა აღწეროთ პირველ ეტაპზე რას ნიშნავს თვითონ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მთავრობის გეგმა არის, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მისი ძირითადი მახასიათებლები იყოს ამ 6 წლის განმავლობაში სტაბილური. რას ნიშნავს სტაბილური? პირველ რიგში ეს იგულისხმება, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული ფისკალური კონსოლიდაცია. რას ნიშნავს ფისკალური კონსოლიდაცია? მთავრობის გეგმა არის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2020 წლისთვის შემცირდეს 1.5%-მდე. რას ნიშნავს თვითონ ეს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება 1.5%-მდე? ეს გულისხმობს იმას, რომ მთავრობის შემოსავლები არ იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ის დანახარჯები, რომელსაც მთავრობა გასწევს ამ პერიოდში. მეორე მიზანი მთავრობის, რაც შეეხება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ ეროვნული ვალუტა სხვა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში არ გაუფასურდება. მესამე მიზანი კი გახლავთ ის, რომ მთავრობა აპირებს რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ვალი ქვეყნის არ გაიზარდოს მაღალი ტემპებით. რატომ არის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობა? იმიტომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა საქართველოს 2020 დოკუმენტის მიხედვით არის ძირითადი მიზანი მთავრობის და ამ მიზნის შესრულებას პირველ ადგილზე აყენებს მთავრობა. შემდეგ კი უკვე საქართველოს 2020 დოკუმენტის მიხედვით მთავრობა აპირებს რამოდენიმე სხვადასხვა მიზნის ამოცანის მიზნის მიღწევას. პირველ რიგში ეს არის საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. რას ნიშნავს ეს? სამთავრობა აპირებს, რომ 4 ძირითად მიზანს ისახავს. პირველი ეს გახლავთ თვითონ ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მეორე ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება ქვეყანაში, მესამე ეს გახლავთ ექსპორტის წახალისება, ხოლო მეოთხე მიზანი ეს არის ტექნოლოგიების და ინოვაციების კომპონენტის გაძლიერება საქართველოს ეკონომიკაში. ეს რაც შეეხება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის დასს. რაც შეეხება შემდეგ სხვა ამოცანებს, ეს ამოცანები მთავრობის მიერ დასახული არის ერთი მიმართულებით, ეს არის ადამიანური რესურსის განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს განათლების დონე სახელმწიფოში, აგრეთვე გულისხმობს იმას, რომ სოციალური დახმარების სისტემა სახელმწიფოს მხრიდან უფრო გააქტიურდება და შემდეგ კი ჯანდაცვის სისტემა გადავა საყოველთაო ჯანდაცვის რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო იზრუნებს თითოეული მოქალაქის ჯანდაცვაზე და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფინანსურს ამ შემთხვევაში, რომ ეს მოქალაქეობის ჯანდაცვის მდგომარეობა იყოს კარგი. ხოლო მეოთხე ამოცანა, რასაც სახელმწიფო ემსახურება, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
რატომ საუბრობთ სახელმწიფოს მთავრობის მიზნებზე დაკავშირებულზე 2020 წელთან? იმიტომ რომ ეს პრინციპში არის ის დადებითი სცენარი, რომლის შესრულების შემთხვევაში საქართველოში 2020 წლისთვის ის ძირითადი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას საქართველო დაიძლევა. რაც შეეხება თვითონ ამ პრობლემებს, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა უმუშევრობის პრობლემა, ხოლო შემდეგ უკვე მაღალი სიღარიბის დონე. როდესაც საუბრობთ პოზიტიურ სცენარზე, აუცილებლად მიმაჩნია ამ შემთხვევაში მე იმ რისკებზეც საუბარი, რა რისკებიც ახლავს აი ამ სცენარის მთავრობის მხრივ რეალიზების მცდელობას და იმას თუ იმ შემთხვევაში თუ ეს სცენარი ვერ იქნება რეალიზებული, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს სახელმწიფო. თავიდან განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი რამაც უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფოს მთავრობას თავისი მიზნების განხორციელებაში. რაც გულისხმობ ამას. თვითონ ეს სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თუ ეს არ მოხდა, სახელმწიფო ვერ მიაღწევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე, რაც საქართველოს 2020-ის დოკუმენტში გულისხმობს საშუალოდ 2020 წლამდე დაახლოებით 7%-იან რეალურ ზრდას, იმ დანარჩენი მიზნების მიღწევა სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება. უფრო დეტალურად რო ვილაპარაკოთ ამაზე, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ შემდეგი სცენარი, რომ თუ მაგალითად სახელმწიფო ვერ მოახერხა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ვერ შენარჩუნებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი იმის, რომ სახელმწიფოს მოუწიოს დამატებითი სახელმწიფო ვალის აღება, სახელმწიფომ შეიძლება მოუწიოს უფრო მეტი ბიუჯეტის დეფიციტის აღიარება, აუცილებლობის აღიარება, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკის დაგეგმილ პროგნოზირებულ ზრდას. რამ შეიძლება გამოიწვიოს უკვე ეკონომიკის დაგეგმილი პროგნოზირებლის ზრდის ვერ მიღწევა. ამან შეიძლება სახელმწიფოს დააკლოს შემოსავლები, ის შემოსავლები, რომელიც აუცილებელია იმ გეგმების განხორციელებისთვის, რაც სახელმწიფო მთავრობამ დაისახა 2020 წლისთვის. უფრო გასაგებად რო ვისაუბროთ, შეგვიძლია ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანოთ. სახელმწიფო მთავრობა 2020 წლისთვის აპირებს, რომ მაგალითად მთლიანი საქართველოს მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი უნივერსალური ჯანდაცვის, ჩართული იყოს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაში და ჯანდაცვის დანახარჯების დიდი წილი მოდიოდეს მოსახლეობის დანდაცვის დანახარჯების დიდ წილს საკუთარ თავზე იღებდეს მთავრობა. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ხარჯებთან. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ვერ იქნება ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორიც არის გათვალისწინებული, დაუჭირდება სახელმწიფოს ამ დანახარჯების დაფარვა. როდესაც საუბრობთ 2020 წლის ამ შემთხვევაში ორ სხვადასხვა სცენარზე, აქ უკვე ვდგებით დილემის წინაშე. რა არის ეს დილემა? დილემა არის ის, რომ თუ ერთი კომპონენტი ამ შემთხვევაში ვიგულისხმებ მე მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ იქნება გარანტირებული, სახელმწიფოს გაუჭებს სხვა დანარჩენი კომპონენტების შესრულება. ხოლო სხვა დანარჩენი კომპონენტების შესრულება გაუჭირდება იმიტომ, რომ ამისთვის არ იქნება საკმარისი ფინანსები. ხოლო ამ შემთხვევაში ის ხარისხი, რა ხარისხისაც მაგალითად ამ შემთხვევაში სახელმწიფო აპირებს, რომ იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე, ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რაც გააუარესებს თვითონ ამ პროექტის არსს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდეგი კომპონენტი. როდესაც საუბრობდით ჩვენ კერძო სექტორის კონკურენტიანობის ზრდაზე, აქ სახელმწიფო ძირითადად აპირებს, რომ ორი მიმართულებით იმუშაოს. ეს არის პირველ რიგში უფრო თავისი მარეგულირებელი და საზედამხედველო საქმიანობის გააქტიურება, ანუ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება თვითონ ეკონომიკის რეგულირებაში და ზედამხედველობას უფრო აქტიურად გაუწევს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, ხოლო ამასთან ეს არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ ხარჯებთან. ანუ ამისთვის საჭირო გახდება მეტი პერსონალი, ამისთვის საჭირო გახდება მეტი დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო თუ იმ შემთხვევაში, თუ მაკროეკონომიკური სტაბილურობის ვერ შენარჩუნების პირობებში სახელმწიფოს არ ექნება ეს მეტი შემოსავალი, მას გაუჭირდება ამ შემოსავლების გაწევა. იგივე იგულისხმება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რა რისკის ქვეშ ვდგავართ ჩვენ? ანუ სახელმწიფო 2020 წლისთვის თulis აუცილებლად რომ აუცილებლად გაიწიოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანუ დიდი ალბათობით საქართველოში ძალიან მალე დაიწყება სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო იქნება ნაკლები. ანუ სახელმწიფოს მოუწევს აუცილებლად, რომ
სხვადასხვა ზომებით მოახერხოს იმ დანახარჯების დაფარვა, რა დანახარჯებიც არის გათვალისწინებული ამ პროექტების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს 2020-ის დოკუმენტზე, როგორც თავიდან ვაღვნიშნეთ, ეს არის ჩვენი ჩარჩო. ვაწყდებით შემდეგ პრობლემას, რომ ძალიან ბევრი განზრახვა, რასაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს თავისი დაპირებების, თავისი პროექტების ფარგლებში დაკავშირებული არის ხარჯებთან. თორე, ხოლო ის ხარჯები, რა ხარჯებიც უნდა გაწიოს მთავრობამ ამ შემთხვევაში ამ პროგრამების დასაფინანსებლად არ არის გარანტირებული, რომ ამ ხარჯების დაფარვა შესაძლებელი იქნება ბიუჯეტიდან. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში 2020 წლამდე ეს შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, მაგრამ დღევანდელ დღეს შეგვიძლია ერთი წუთით დაუბრუნდეთ და სიტუაცია წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად. ლარის დევალვაციის პირობებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ უკვე გადაიხედა ეკონომიკური ზრდის გეგმა, რომელიც შემცირდა 5%-დან 2%-მდე. აგრეთვე საუბარი იმაზე არის იმაზე, რომ საბიუჯეტო პარამეტრები არის გადასახედი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის პროგნოზის შემცირება, რაც დაკავშირებული იქნება საბოლოო ჯამში იმასთან, რომ სახელმწიფო შეიძლება არ გააჩნდეს იმდენი თანხა, რაც დაკავშირებული არის მიმდინარე ხარჯების გაწევასთან. ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ ის, რომ დღეს მდგომარეობით ეს არის რამოდენიმე პროგრამა, რის დაფინანსების საფრთხე შეიძლება შეექმნოს სამთავრობას, მაგრამ 2020 წლამდე ამ პროგრამების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. რას ნიშნავს ეს? ანუ საქართველოს 2020-ის მიხედვით სახელმწიფო გაწერილი აქვს გეგმა თუ რას აპირებს, რის გაკეთებას აპირებს ის 2020 წლამდე, მაგრამ უკვე დგას 2015 წელს იმ პრობლემის წინაშე, რომ შემოსავლის წყარო ამისთვის არის შემცირებული. რა რესურსი აქვს მთავრობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ეს რესურსი გაანეიტრალოს. ეს არის პრივატიზების საკითხი, როდესაც სახელმწიფო იმ მიმდინარე დეფიციტს, რაც შეიძლება აუცილებელი გახდეს დანახარჯების დასაფარვად, პრივატიზაციის სახით გაანეიტრალებს, მას შეუძლია გახდეს უფრო მომჭირნე, ანუ შეამციროს თავისი ადმინისტრაციული ხარჯები, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ ის გეგმები, რა გეგმებსაც მთავრობა ამ შემთხვევაში ახორციელებს, აპირებს განახორციელოს 2020 წლისთვის, შეიძლება იმ გეგმების განსახორციელებლად ჩვენ დავდგეთ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენ მთავრობას არ გააჩნდეს ამისთვის საკმარისი თანხები. საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ამაზე ყურადღება, რომ ძალიან კარგი გეგმა საქართველოს 2020, რომელიც ემსახურება იმას, რომ საქართველოში შემცირდეს უმუშევრობა, დაიძლიოს სიღარიბის პრობლემა, ჯანდაცვის საკითხები იყოს უკეთესი. შეიძლება გახდეს საბოლოო ჯამში მიზეზი იმის, რომ სახელმწიფო დასუსტდეს და დასუსტდეს იმიტომ, რომ შეეჭოდოს დიდ რეფორმებს, მაგრამ მას ამ რეფორმების დაფინანსებისთვის დააკლდეს სახსრები. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით, იგივე სახელმწიფომ 2020 წლისთვის გეგმავს, რომ უკვე აამუშაოს საპენსიო რეფორმა, ანუ დანაზოგებზე, ანუ კერძო დანაგებებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა დაემატოს ამჟამინდელ საბაზისო საპენსიო მოდელს, რომლის საფუძველზეც სოციალურ პენსიას იღებს თითოეული სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოში. რაც შეეხება პრობლემას, პრობლემა შეიძლება წარმოადგენდეს იმას, რომ თუ 2020 წლისთვის, როდესაც ეს პროგრამა ნამდვილად ამოქმედდება და ეს არის ამჟამინდელი გეგმა, სახელმწიფოს მოუწევს დამატებითი დანახარჯების გაწევა, რომ როგორც თანადამფინანსებელი ამ საპენსიო სისტემის, ახალი საპენსიო სისტემის, მან დანახარჯები გაწიოს ამასთან დაკავშირებით. რისი თქმა მინდა ამით? ანუ არსებობს სხვადასხვა მიმართულებები, სადაც სახელმწიფო ფიქრობს, რომ განახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ ის გეგმა, რა გეგმითაც ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 7%-ით, ბიუჯეტი არ უნდა იყოს დეფიციტური, ხოლო სახელმწიფო ვალი არ გაიზარდოს მაღალი ტემპებით, მას ამის განხორციელება ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, როდესაც საუბარი არის ასეთი ტიპის სტრატეგიულ გეგმებზე, როგორიც არის საქართველოს 2020, როგორც მთავრობის ასეთი სტრატეგიული გეგმა, ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს კარგი და ცუდი სცენარი. და რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტს და თვითონ ჩემი ამ გამოსვლის სათაური იყო საქართველოს 2020 წელს, აუცილებლად ჩვენ ამ შემთხვევაში მოქალაქეები ამ ქვეყნის უნდა ვიყოთ მუდმივად დისკუსიაში სახელმწიფოსთან, რომ
მხოლოდ დადებითი პოზიტიური სცენარი არ იყოს მისთვის როგორც ერთადერთი ხედვა მომავალს შესახებ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის რისკები, რაც ახლავს იმას, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, შეიძლება საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი აქტივობის შემეფერხებელი გახდეს. აი ეს იქნება შიდა შოკები, თუ ეს იქნება გარე შოკები. კიდე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? 2020 წლისთვის როდესაც საუბარი არის სცენარებზე, კარგ და ცუდ სცენარზე, ჩვენ არ უნდა აუცილებლად უნდა ვიყოთ მიმართული იმისკენ, რომ ცუდი სცენარის ალბათობა ყოველთვის იყოს საზოგადოებრივ დისკურსში. იმიტომ რომ მხოლოდ კარგი სცენარით ოპერირება არის იმის ყოველთვის თავის თავში არის მალავს იმ საფრთხეს, რომ ამის არ განხორციელების შემთხვევაში ჩვენ დავდგებით სერიოზული პრობლემების წინაშე. ეხლა რაც შეეხება კიდევ დაუბრუნდები საქართველოს 2020-ის დოკუმენტს და კიდევ რამოდენიმე სიტყვა შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში უკვე იმ მიზანზე, რა მიზანსაც სახელმწიფო ისახავს, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება. აქაც ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დღევანდელი დისკურსი, როდესაც საუბარი არის დღეის პრობლემებზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა 2015 წლის პრობლემებზე, როდესაც საუბარი არის ლარის დევალვაციაზე, საუბარი არის იმაზე, რომ ეკონომიკურს და ისეთი მაღალი არ იქნება, საუბარი არის ყოველთვის იმაზე, რომ საბანკო სექტორი უნდა იყოს ის რგოლი, რომელმაც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისგებლობა და ამ გამოჩენილი სოციალური პასუხისგებლობის პირობებში მოქალაქეობის მდგომარეობა არ გაუარესდეს. რა არის გამოსავალი, რომ მხოლოდ საბანკო სექტორის სოციალურ პასუხისგებლობაზე არ იყოს დამოკიდებული ის, თუ როგორ მდგომარეობაში იქნება საშუალო ფენა საქართველოში 2020 წლისთვის. აუცილებელი არის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხიც იყოს მოგვარებული. ანუ არ არსებობდეს მხოლოდ ერთი წყარო, სადაც საშუალო სტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ ის სესხი, რომელიც აღებას მისთვის აუცილებელია, ამის წყარო არ უნდა იყოს მხოლოდ ბანკი. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე ჩვენ ყოველთვის იმ საფრთხის წინაშე დავდგებით, რომ ჩვენ 2020 წლისთვის თუ იგივე სიტუაცია შენარჩუნდა, მხოლოდ საბანკო სექტორი იქნება ის რგოლი, რომლის სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენის გარეშეც ისევ ყოველთვის საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება იმ საფრთხის წინაშე, რომ მას შეიძლება კონკრეტულ მომენტში კონკრეტული სესხის დაბარვის პრობლემა გაუჩნდეს მარტო იმიტომ, რომ მთავრობამ გარე და შიდა შოკების გამო ვერ მოახერხა და ვერ შეაჩერა ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოოდ ამით დავასვეცდები, რომ დავასრულოთ ჩემი მოკლე გამოსვლა. აუცილებელი არის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული თითოეულ ინიციატივაში, რაც არის სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ შემოთავაზებული. როგორც თავიდან ვთქვი, ჩვენ ვიმყოფებით დღესაც 2020-ის სტრატეგიული გეგმის ჩარჩოში, თითოეული სახელმწიფოს ინიციატივა ხორციელდება ამ 2020-ის დოკუმენტის ფარგლებში, მაგრამ მთავრობის საზოგადოების ჩართულობის გარეშე მთავრობას არ აქვს ის ფიდბექი, რის საშუალებითაც ის შეაფასებდა თავისი აქტივობების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს. ხოლო ასეთი კრიტიკული შეფასების გარეშე მთავრობა ერთი ხელით გააკეთებს ყველაფერს იმას, რაც იყო ამ დოკუმენტში გათვალისწინებული და იტყვის, რომ ის ასრულებს სტრატეგიულ გეგმას, მაგრამ ყოველი ასეთი ნაბიჯით მან იმ შემთხვევაში, თუ ამ გეგმის შესასრულებლად არსებული ფინანსური საშუალებები ვერ მოიძია, ანუ ამ შემთხვევაში მე ბიუჯეტს გულისხმობ, მას ექნება ყოველთვის პრობლემა, რომ განხორციელებული გეგმა შეიძლება გახდეს წყევლა გზელვადიანი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ დავასრულებ ამათ ჩემ გამოსვლას და მოკლედ ვიტყვი, იმისთვის რომ საქართველოს 2020 წლისთვის იყოს უფრო ძლიერი ქვეყანა, სადაც უმუშევრობა იქნება უფრო დაბალი, სადაც სიღარიბის დონე იქნება უფრო დაბალი. მოქალაქეებს ექნებათ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა და მათი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ხარისხი იქნება მაღალი. აუცილებელია უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები, ვიყოთ უფრო კრიტიკულები და თითოეული ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს, ვაკონტროლოთ. ვაკონტროლოთ მარტო იმითაც კი, რომ ჩვენი კრიტიკა იქნება სადღაც სადმე დაფიქსირებული, ეს იქნება უკვე ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ სახელმწიფომ არ დაიწყოს
იმ ნაბიჯების გადადგმა, რისიც დასრულების შესაძლებლობა მას 2020 წლისთვის არ ექნება. მადლობა ყურადღებისთვის.